დავბრუნდით. აგრეთვე ერთად დავბრუნდით. მეულზე გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელიც სხვა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გავაცილეთ, დაბრუნდა თავის კლასში აიღო მეორე ადგილი, სახურავზეც ის რეალად წყალში ჩავარდა, ამოვიდა და მაგას ცოტა ხანში მოყვება თვითონ. ჯერ ჩვენ გვაქვს ჩართვა ნია ტყეშელაშვილი ჩაგვერთვება Hyundai-ის ცენტრიდან და რაღაც საინტერესო ამბებს მოგვიყვება და ნახოთ ახლა ნია ჩართოთ, ნია გამარჯობა. ნიაკო. მოგესალმებით. მე ახლა Hyundai-ის ცენტრში მყოფები, სადაც ფეხბურთის მოყვარულებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი ელოდებათ. პრინციპში არა მარტო ფეხბურთის მოყვარულებს აქ მოსული ყველა მყიდველი სასიამოვნოდ გაოცდება და თუ რა სიურპრიზა მაქვს ახლა მე საუბარი, ამაზე ახლა Hyundai-ის მარკეტინგის მენეჯერი უფრო კონკრეტულად გვესაუბრება. მარიამ, მოგესალმებით. გამარჯობა. სიურპრიზზე მოგვიყავი პირველად. დიახ, რა თქმა უნდა, ესე იგი ყველა ადამიანი, ვინც 5 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით შეიძენს ჩვენთან ავტომობილს, აქვს ესე იგი შანსი, რომ დაესწროს ბრაზილიაში ფინალურ თამაშს მსოფლიო თასის. მარიამ, საინტერესო იქნება, რამდენი სახის მანქანა აქვს წარმოდგენილი, ალბათ ფასებიც, ხო? მაყურებელს საინტერესო. ჩვენთან არის შოურუმში წარმოდგენილი 14-მდე ავტომობილი და ესე იგი მათი ფასი მერყევს 12,500-დან 50,000-ის ჩათვლით $100 და ასევე ანუ ყველა ადამიანი, ვინც შეიძენს ჩვენთან ავტომობილს, მიეცემა 5 გათამაშების ბილეთი. და რა თქმა უნდა, მოგების შანსიც მეტი ამ შემთხვევაში. 5 მაგდებათ იქ. რა თქმა უნდა და საინტერესო იქნება, მხოლოდ ანგარიშტორები, პირდაპირ ანგარიშტორებით ხდება გათამაშების ჩართვა თუ არის განმადების საშუალება? ორივე შემთხვევაში ყველა მიიღოს მონაწილეობას გათამაშებაში. დიდი მადლობა, მოკლედ საინტერესო გათამაშება გელოდება თქვენ წინ. მე კი მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 5 მარტიდან, ანუ დღეიდან 5 მაისის ჩათვლით მობრძანდით შეიძინეთ Hyundai-ის ავტომანქანა და რა იცი, თქვენ მოხვდეთ ბრაზილიაში სწორედ ფინალური თასის გათამაშებას. მე რამის ჩამქოლა დიმიტრი, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში, დიმას, შენ გაგიშვებდი თამაშზე. და მე სადაც წავიდოდი. რომ მოხვდე ბრაზილიაში და სოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყოს იმ დროს და კონდეს ბილეთი არ შეხვიდე, უკან ვერც ჩამოხარ, იმიტომ რომ მე დაგხვდები აეროპორტში და მე მეტი რა გაგინდა, შენ გაგიშვებ მე. კარგი, შენ მოიწადი იყიდე მანქანა და მომოიგე მომეცი მე, არ არის პრობლემა და ერთად წავიდეთ ბრაზილიაში. მეულ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ჯერ მოდი ორი სიტყვით ამერიკის ამბები გითხარ, იმიტომ რომ მართლა გილოცავთ, იმიტომ რომ არ არის ადვილი იმის გაკეთება, რაც მოახერხეთ. მოკლედ მე გითხარ და მე ძირითადად კი, ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მოხდა იქ და ამდენს დროს ვერ წაგართმევთ. ანუ ბევრი რაღაცა გადაგვხდა, სულ 600 კილომეტრი გავიარეთ ჯამში შეჯიბზე, 600 კილომეტრი დღე ნახევარში, საკმაოდ ბევრია. ძალიან რთული პირობები იყო, ხრეშიანი, ზოგან დიდი წყალი, ზოგან ტბასავით რაღაცაში გავცურეთ, სახურავზეც გადავბრუნდით და გაგვიმართლა ორულზე დავხდით, ღამე ფარები ჩაგვიქრა და უფარებოდ ვიარეთ, ანუ ყველაფერი ვქენით, მაგრამ ჯამში ბოლოს დავაფინიშეთ, ძალიან ესეთი ხურვალეტაში შევხვდნო, საიდან ხარ წავი, ვინ ხარ? ბილეთი გამოერთ ერთ-ერთი ხურვალე. ნუ ჩვენთვის შეულებრივი იყო, მაგრამ ჩვენ არა ფარების გარეშე ძალიან ზედმეტი. ნუ რა გვექნა ახლა ჩაქრა და ხოლმე სულიყავ თან დღეში. არა, ძალიან ზე ხეები. ნუ ფარები ძნელიაო და სახურავზე გადაბრუნება, მაგრამ მარტი. ხო, ეგ ცოტა იღბლის მომენტიც არის ხო, ალბათ რომ გაგიმართლა, ნუ თან დროც არ დაგიკარგავთ როგორც ძალიან წვრილ გზაზე რა, ანუ წინა გავლილი ავტომობილის გადმოგდებულ ქვაზე შევხვდით და ანუ ჩქარა ესე გვერდულად მისურებული შევდიდი და გადავბრუნდი და ჰაერში ცოტა ხანი ვიყურეთ და ოპ და ბორბლებს და გავაგზელეთ. კარგი მანქანა. ღვედებით კარგად დაბმული იყავით. კი, რა თქმა უნდა. არ უსაფრთხოების ზომებია. კარგი, ეხლა და ალბათ არც არაფერი ენთო თქვენს დაფაზე წინ. ჩემ მანქანას ყველაფერი უნდა. აი, ეგ არის თემა. სამთია ბევრი რამ. შევთან ერთიან. ჩემთან ყველაფერია. და რა ათებს თუ გამოჩნდება დღეს გეტყვის როგორ უნდა მოვაგო. ყველა ელექტროკომპიუტერულ დიაგნოსტიკას თავისი ვერსია აქვს ამაზე. ამიტომ ვერ გავიგე და შევეშვი. 1-3 წელი ასეანთებს და დადის გადასწრება. კიდე ხო იცი გამოსავალი, ნატურალ რა მოაღებინო. მაგასაც საკეთებია. თუმცა მე ვთქვი, ეხლა დამეთანხმები და ვიტყვი რომ ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს, იქ რაც აკეთებს და არა. ნუ თან რაც უფრო თანამედროვეა ავტომობილი, მით უფრო გამარტივებულად არის, ანუ ერთი ნიშანი ინთება უკვე, რომელიც უკვე მიგითითებს რა არის. აი ესეთი ნიშანი მინდა. ეს უკვე საშიშია, ხო? ძახილის ნიშანი. აი ეკრანსაც უყურებ. ეგ არ იქნება მწვანე, მინდა გითხრა. მწვანეები. დავიწყოთ მწვანეებით რა. ანუ მწვანე, ანუ ეს პირველი და მეორე ერთი იყო რომ შუქები გვაქვს ჩართული, ჩვეულ სტანდარტულს ნიშნავს. სტანდარტულ პროცედურას ვიყენებთ. ანუ ეს ციმციმები გვაქვს მაჩვენებლები, ხო, გინდაც ავარიული, გინდაც ციმციმები, ხო. ეს ნუ ახლოს მასშუქი ფარები გვაქვს ჩართული, ანუ არავის და არაფერს არ ვაწუხებთ. ანუ მწვანე ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის, კი. თუ ლურჯია, მაგ შემთხვევაში აქ შორი
კი, მაგ შემთხვევაში ხო ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაცას ვამეტებთ. ნუ ეს იისფერი. ანუ შორს მაშუკი ფარები გადამეტებულია ხო სხვა სუშლით და ანუ გადამეტებულს ნიშნავს ნებისმიერ ლურჯი. ამის შემდეგ არის მაფრთხილებლები, ანუ ეს არის უკვე ყვითელი, ნებისმიერი ყვითელი, რაც არ უნდა აინთოს, არის მაფრთხილებელი. აი ეს რა არის? კი, აი ეს მაგალითისთვის ხო, აი ხედავთ ფორმას თვითონ, ხო, ხედავთ რომ ხუნდების ფორმა და რაღაც ხო, ანუ სამუხუჭე სისტემაში ნიშნავს რომ ანუ ან შეიძლება გამოსასვლელი გვაქვს ზეთი? მივალაკამდე, ანუ ეს არის ჩეკი, ეს ძველი იმიდან დაიწყო, ამის ერა, როცა მარტო ავტომობილის ძრავის ამოკითხვა შეგვეძლო, ანუ ჩეკ ენჯინი პირდაპირ წერია, რომ ძრავთან რაღაც ელექტროობას რაღაცა პრობლემა აქვს, ანუ კომპიუტერი ამას ვიოლად წაიკითხავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ, ანუ განვაგრძოთ და ვიაროთ, რაღაცა პრობლემა გვაქვს და სერვისში უნდა გადავამოწმოთ. ABS-ი. ხო, ნუ ABS პირდაპირაც წერია და ეს შეიძლება სხვანაირადაც იყოს მითითებული, ანუ მარტო ABS ეწერო სამხუჭე სისტემის სურათის გარეშეც. ეს იმას ნიშნავს, რომ ABS-ი მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ ავტომობილი სამხუჭე სისტემა ჩვეულებრივ ABS ეს ანტიბლოკირებადი სისტემა საბურავების, ანუ საბურავი. ესეთი არც ვიცი არც. ხო, ეს არის რადიატორში გვაკლია წყალი. წყალი არ ადუღებია ხო მანქანაში. არა, რო ადუღება მე შემდეგ იქნება, ანუ წითელ ზონაში. ეს არის წყალი აკლია. ხო, ეს არის რომ წყალი აკლია, დონე აკლია, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი შეუძლია მაინც იაროს, მაგრამ უბრალოდ წყალი ვალოა ამ შემთხვევაში. რადიატორში. კი, ის შემდეგი ნიშანი, ანუ ეს წყალი აკლია ისე ოღონდ არის საწმენდებში, ხო? საწმენდებში ეს ძალიან მარტივად არის. საწმენდებში თუ აკლია, მაგრამ არ ანთებს ესა. ხო, ნუ ესე იგი, ან არ აქვს ეგ სენსორი ავტომობილს, ან აქვს, მაგრამ არ მუშაობს, ხო გამოსულია წყობიდან. თანამედროვე ავტომობილებში ერთი და იგივე დისპლეიზე ინთება ეს ყველაფერი, ან შეიძლება ერთი ძახილის ნიშანი აინთოს და მას მოყოს მე ანუ მენიუში გადავამოწმოთ რა და როგორ. ნუ ეს ნიშნავს რომ ხო ყვითელში რახან არის ეს ნიშნავს რომ ზეთის დონე გვაკლია, შეიძლება იყოს ესეთი დაბლა ტალღოვანით, შეიძლება ტალღოვანი საერთოდ არ ქონდეს. დონეს აკლებად თუ ჭუჭყზეც არის გაწუჭკიანებული. არა, ეს გაწუჭკიანებული სენსორი ჭუჭყიანდება, მაგ შემთხვევაში ის ანთებს რომ ზეთი აკლია, კი მაჩვენებელი. როგორც ესეთი რომ ჭუჭყიანია, ხო იმან არ იცის ჭუჭყიანია არის თუ არ არის, ხო უკვე სუპერ თანამედროვე ავტომობილებს კი ძალიან ბევრი რაღაც აქვს დამატებული, ის კი არა და იმასაც კი ზომავს, ანუ გამონაბოლქვის დოზა როგორია რა ხდება და ხო ისევ ABS-ი. ხო ეს ABS პირდაპირ შეიძლება ესეც იყოს, ხო მშრალად არაფერი მეტი, ანუ არაფერი სამხუჭე სისტემა, უბრალოდ ABS-ი აინთოს და ABS გაუსვა მაინც ხას რა არის უფრო კარგად ABS-ი, ანუ რას შვება. ჩვენ როცა პრიორიტეტი აქვს ზოგადად ავტომობილის მართვაში და არა სამხუჭე პრიორიტეტი, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა წინ გადაგვეღობა, ხო რომ ამოხუჭებთ თუ დავიბლოკა საბურავი პირდაპირ მივცურავთ, როგორც არ უნდა დავატრევოთ, საჭი არაფერი არ შეიცვლება და ვეჯახებით იქით საერთოდ ინერცია მიგაგვანებს. მაგრამ რომ არ მოხდეს ეს ხო ბორბლები არ იბლოკება, ანუ ABS სწორედ ამაშობა და მართვას გინარჩუნებს, სამხუჭე სისტემას არ ამცირებს, მაგრამ მართვას გინარჩუნებს. ანუ ყვითელი ზონის ნიშანი, ნუ ეს ნიშანი უკვე თანამედროვე ავტომობილებს აქვს შედარებით, ეს ნიშნავს რომ საბურავში წნევა აკლია. ოი ხო, ანუ ეს სახელის ნიშანი თუ ესე არის, დაკლაკნილში ეს ნიშნავს. ხო, აი მე მგონი მაგის დახატვას ვცდილობ. მაგას გამო თუ წითელში არის შენ შემთხვევაში, ხო, წითლამდე მივალთ, ჯერ წითლამდე. ამათ წითლები უნდა. ჩვენ წითლები. ხო, წითელი ნებისმიერი ყვითელი ნიშნავს რომ რაღაცა შეიძლება ეს ყვითლები ყველა არის, რომ ჯერ კიდევ რაღაც აკლია და წითლები უკვე საშინელება. გადამოწმება ასე შემდეგ რა, ანუ შეიძლება მიხვიდე გადამოწმება. ზეთი აკლია. ხო, იგივე ზეთი აკლია. ეს ნიშნავს კი რადგან ყვითელია. კარგი, წითელზე გადავიდეთ. ხო. წითელ ზონაში თუ გადავიდეთ, ნებისმიერი წითელი ნიშნავს რაღაცა საფრთხე, ეს ნიშნავს რომ ზეთი უკვე არ არის, ან წნევა აღარ მიეწოდება რაღაც ნასოსი გამოვიდა მწყობრიდან ან რაღაც ესეთი და შესაბამისად ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე ხილად ქვენგელი დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ზრავს უეჭველი გავაფუჭებ თუ წითელი აინთო. რა მიზეზით აინთო წითელი მნიშვნელობა არ აქვს. რამანქანაც არ უნდა იყოს. რამანქანაც არ უნდა იყოს, თუმცა არსებობს სპეციალური თანამედროვე დანამატები, ხსნარები, რომელსაც ამატებს და 150 კილომეტრს მაინც გაივლი, მაგრამ ეს დამატებული, ხო. ესეც ნიშნავს რომ სამხუჭეს ხუნდები უკვე იმ დონეზე მივიდა. სამხუჭე რა ქვია ქართულად კალუტკაზე. კი, ხუნდები, ანუ იმ დონეზე მივიდა, რომ პრობლემა გაქვს, ან რუჩნოი, ან ხო, ხელის მუხლუჭი გვაქვს ამოწეული, ან სამხუჭე სითხე დააკდა იმ დონეზე უკვე რომ
ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ყველა ვარიანტი უნდა გავარკვევთ რის სიბრალია ეს. თუ პირველი შევხედეთ რომ ხელის მუხურჭი ამოწეული გვაქვს, იმიტომ რომ ამას სხვა რაღაც პრობლემები რომ მოყვეს. ჩავწევთ, თუ ჩავწევთ და არ ჩაქრა, ხო? თუ კარგად არ ვერკვევით ამაში და იქ შეიძლება რაღაც სენსორი იყოს პრობლემა. ხო და კარგად არ ვერკვევით ამაში, ხო, მაშინ არც უნდა დავიზრათ, იმიტომ რომ სამუხურჭის სითხე შეიძლება ისეთ დაბალ დონეზე იყოს, რომ საერთოდ აღარ დაიჭიროს. აი ეს აკუმულატორი. ხო, ეს თუანით ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ ღვედი გადაძვრა ჩვენს ავტომობილზე, ანუ აღარ ხდება აკუმულატორის დამუხტვა და ეს გამოიწვევს მომავალში, ანუ აკუმულატორის დაждდომა, ძალიან მალე დაждდება აკუმულატორი, იმიტომ რომ მთელი სისტემა დენზე მუშაობს და მარტო აკუმულატორი ბევრს. აკუმულატორი როცა ყდება, ყველაფერი იქნება სხვა შორის სალონში. აკუმულატორი როცა ყდება, მაშინ გინდა, არ გინდა, ხო, თავიდან ვერ დაქოქავ JS1, თუ კარგად მუშაობს დამუხტვის სისტემა, თუ დაქოქილია, ის შეინარჩუნებს ბოლომდე, მაგრამ თუ გავჩერდებთ, ვეღარ დავქვა. თუ ისე გაფუჭდა აკუმულატორი შინი და მოკლა, ასე ვთქვათ, ანუ პირდაპირ გადაება ერთმანეთს, ანუ ძალიან გაფუჭდა, მაშინ ჩაგიქრობს ავტომობილი და შეიძლება კომპიუტერიც კი გამოგიყვანოს წყობიდან. ხო, ეს ისე წითელია, ანუ კატასტროფაა, ეს ნიშნავს, რომ წყალი ადუღდა. უკვე გაცდა ყველა ნორმას, რაც შეიძლება და ყოფილიყო დასაშვები. და გავაჩეროთ, გავაგრილოთ და ჩავასხა წყალი. ხო, აი გავაგრილოთ და ჩავასხა და ეგ ერთი თემა თუ ხო, ოღონ კარგად უნდა გავაგრილოთ. თუ გავხეთქე პომპა და ვიფეთქე რადგან ეს წითელი აინთო და ესეთ დონეზე მივიდა, ხო, ესე იგი მაგას რამე სხვა მიზეზი ქონდა. უბრალოდ ესე არ მივიდოდა, იმიტომ რომ ყველა ავტომობილი გათვლილია იმაზე, როგორც არ უნდა ტემპერატურა იყოს, რომ გაგრილება მოახერხოს, ხო? ესე თუ აინთო, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე ძალიან შარში ვართ, როგორც ვაჩერებთ გაგრილებას ბოლომდე ველოდები და თუ წყლის დასამატებელი იქნება დავამატეთ, მაგრამ სადღაც ის წავიდა წყალი ან რაღაც თერმოსტატი, მაგრამ რაღაცა მოხდა, მოკლედ რამაც ეს გამოიწვია. ეს არის ძალიან საგანგაშო. ეს პირდაპირ ნებისმიერ წითელი არის საგანგაშო. მორჩა მეტია. ჩვენ მიჩვეული ვართ იმას რომ ყვითელს დავხატავ, აი იქიდან მითხრათ. მიდი რა, წამო. აჰა. და რო ვერ გამოიცნო. ერთი რამე კიდე, ეხა მე შეიძლება არ თქვას, მაგრამ გამოცდილი მძღოლები ამას ყველაფერს გზნობენ მანქანის მიხედვით რა, წლები როცა დადიხარ უკვე. მეცხრებზე რაღაცას გძნობ ხოლმე სანამ ამენთება, მაგრამ ვის აქ თავი წავიდეს და განსაკუთრებით ხალი ზანად. მიდი, და ხატე გაფიცე ყველა. მიდი ბაი, ესეთი რამე არ არსებობს. მიდი ბაი. ეგეთი არ არის ბაია. კოლოფს ადამიანს ხატავ? რაღაცა ამდაგარია. ეგ არის რომ ეს არის. კი, ესეთი რაღაცა არის ინთება მაგ შემთხვევაში, აჩვენეთ ერთი ბაია რა ხატა. როდესაც კი არა არის ესეთი ნიშანი, კი, წითლად, ანუ როდესაც ან ესე კარი ბოლომდე არ არის დაკეტილი, ან კარების დაკეტვის რომელიღაც სენსორის აქვს პრობლემა, ან ვერ აფიქსირებს, რომ კარი ბოლომდე დაკეტილია. ამიტომაც არის წითელი, რომ ნუ კარი ღია არ ვიარო. როგორ მიხდი ეს? მანქანა უნდა და ეგ ნიშანი სხვადასხვა აქ იყო, მინდა გითხრათ, ანუ ჩვენ ცოტა გამოგჭა ყვითელში ბოლომდე არ ჩავამთავრეთ. ეს არის იგივე check engine რო გვეწერა, ეგ არის იგივე, ოღონდ უფრო განვითარებული ვერსია და გეტყვით რატო, ანუ ადრე როგორც თქვი, მარტო check engine ეწერა, იმიტომ რომ მარტო ძრავის სისტემა იყო შესამოწმებელი. ეხლა უკვე ესეთი ნიშანი და უკვე ძახილის ნიშნებიც ამის მერე მარტო არსებობს, რომ მარტო ძახილის ნიშნებს ეს რამეს აქვს პრობლემა. ანუ ელექტრონიკა მიცის, რომ ჩვენს ავტომობილს აქვს რაიმეს პრობლემა. ეს შეიძლება იყოს სამუხურჭეში. ხო. აი მაგ რაიმემ დამღალა. ხო, კომპიუტერი ყველა ვარიანტში იპოვის, რადგან ეგანთია, არ არსებობს რა, რადგან ეგანთია. არა, ვერსიები არის სხვადასხვა. ვერსიები არ არსებობს რა ავტომობილიც არის. ავტომობილის შესაძლოა მოიცნო. არა. პატრულია. ცით რა მინდა გითხოთ, იცით, აირბეგის ნიშანი რა არის რაღაცა 300 წერია ხოლმე, სულ წითლად ანთია. SRS-ი აინთება. SRS, ხო. ოღონდ ის სულ ანთია. აირბეგი არ გაიხსნა ერთ-ერთ კრიტიკულ სიტუაციაში. რადგან წითელშია, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ იმოქმედებს, როცა საჭირო იქნება, ანუ თუ შეჯახება, არ გაიხსნება და ამიტომაც ან მოსაგვარებელი აქვს, ან იმიტომ რომ საქართველოში ვარ და ძალიან ბევრს არ უმუშავებს და ისეთი ავტომობილებიც არსებობს, ხო, რომ საერთოდ არ ქონდეს აირბაგის სისტემა, შესაბამისად შეგვიძლია უბრალოდ ჩავაქროთ. და ის ჩემი ყვითელი საგანგაშოა, ვერ თვენს რომ ნიშნავს, რომ ავტომობილი მუშაობს ავარიულ რეჟიმში. ანუ საწვავსაც უფრო მეც დაგიწვავს, იმიტომ რომ იმან იცის, რომ ავარიულ რეჟიმში უნდა იმუშაოს. რა არის ამის მიზეზი, ხო? იცის კომპიუტერმა, არ არსებობს ეს თუ ანთე კომპიუტერმა იცის, იმიტომაც ანთებს. კომპიუტერმა რო არ იცოდეს,
არსებობს ეს რაღაცები, რომ არ იცოდეს, ან მექანიკური რაღაცები, მაგალითად კომპიუტერმა არ იცის ხოლმე, იმას ვერ აანთებს რა, თუ აანთო, ესე იგი იმან იცის უკვე. ეხლა ვისარგებლო შენ სტუმრობით და კატალიზატორზე მინდა რაღაცა კითხო რა. კითხე. როს ამოღებულია მანქანიდან, მაგაზე არაფერი ნიშანს არ გაძლევს მანქანაში, ხო ესეა? არა, უყურე როგორ არის. აი მაგ რო ჩამოყავთ, ხო ხსნია რა, შლიანი, ყველა ვიცი, ეხლა რო ეხლა მაგას ეხლავე არ გიქონდა. იმიტომ რომ არ აანთოს, ხო, აყენებენ შიგნით სპეციალურად რაღაც მოწყობილობას, რომელიც ატყუებს ასე ვთქვათ. ანუ მოტყუების უმაღლესი ხარისხია. კი, ატყუებს იმ სენსორს და იმ სენსორს გონია რომ კატალიზატორი დგას და კარგად მუშაობს. მაგრამ მე როცა მივიღე ტექნოლოგიებაზე იქ ვერ მოვატყუებ მაგით. იქ იმიტომ რომ გამონაბოლქვით დაითვლის. გამონაბოლქვით დაითვლის. ხო, შენი სენსორი აღარ აინტერესებს გამონაბოლქვით დაითვლის და მიხვდება რომ იმაზე მეტია ვიდრე კატალიზატორი. ეს არის სელი შენს ქვეყანაში, ჩამოყვანილი მანქანები იშლება კატალიზატორში არის სპილენძი, ხო? არა, უფრო რაღაცა, უფრო ძვირიანი ნივთიერება, რომელსაც ხილიან. იღებენ და ეკოლოგია ნადგურდება თელ ქვეყანაში. ესეა შემთხვევაში იღებენ მიზნითაც, მაგრამ იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ უკვე დიდი ხნის არის, ხო, და იმიტომ რომ რაღაც მანქანის გამოცვლას თუ დავაპირებთ, ჯერ დაველოდო მაინც ტექდათვალიერება რომ შემოვა, ხო? წავიყვან დავათვალიერებ და მე ვერასოდეს შეგიძლია წაიყვანო ყველაზე ადვილი მოსაწყუებელი. შეიძლება არ კონდეს კატალიზატორი, იმიტომ რომ არსებობს ქართული ვერსიები ძალიან ბევრი, მით უმეტეს რუსული წარმოების ავტომობილები, რომელსაც საერთოდ არ აქვს კატალიზატორი. რუსული აღარაფერი აღარ. უბრალოდ თუ ევროპული ტექნიკური დათვალიერება გვექნება, ხო, რისიც მე წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ საქართველოს არ არის ჯერ იმისთვის მზად, რომ ევროპული სტანდარტები დათვალიერება ჯერ გზებზე რო შემოვიდეს არ შეიძლება. ხო, თუნდაც დაგეთანხმებით მაგაში ნიუანსი აქვს მაგას. ხო, ნუ ავტომობილი ძალიან მარტივად გამოყვავს. კი, ერთმა ტაქსისტმა იცი რა მითხრა? ბიზნესი უნდა გავაკეთო. გავაქირავო კატალიზატორები. იმას მოხდა, გაგიყენებ, წახვალ, გაივლით. ეხლა გამომოიღო. ხო, იდეა, კაც, უნდა როგორ არა სულაც არ არის, მინდა გითხრათ, ცუდი იდეა, მაგრამ მაგას ჩვენთან თუ მოიფიქრებდნენ, თორე აი მე. მაგას გეუბნები, ისეთი გაყურებული, უყურებდი მე რომ მე სამოგაფიქრა, ეგეთი რამე. არა, ეს დახუმრობი თქვა იმ კაცმა, მაგრამ რა ვიცი, ეს ერთ-ერთი ვერსია იყო კატალიზატორი. აი, უნდა კონდეს მანქანას რა, მაგრამ ეხლა სტანდარტებზე აი მართალია საკამათო თემა იქნება ალბათ როგორ არის. ძალიან ძვირი რა კონდეს რა, იმას ვისაც უკვე ამოღებული აქვს. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ძვირფასი მანქანა უნდა, ანუ ძვირადღირებული მანქანა უნდა შევიძინო. არა, რატო ეს ყველა ავტომობილს აქვს უკვე, ნუ შეიცვალა 90-იან წლებიდან, უკვე ყველა ავტომობილს აქვს რა კატალიზატორი, მაგრამ იმას ნუ რაღაცა ეგ დათვალიერებას კიდევ სხვა რაღაც კრიტერიუმები არ აქვს, რომელიც ძველ მანქანას ბევრი და უნდა იყოს მაინც მე ვამბობ მაინც ესეთ რაღაცას, რომ უნდა იყოს ქართული სტანდარტი რა, ანუ რომელიც მე განვითარდება უშველი, იმიტომ რომ განვითარდეთ ადრე თუ გვიან მაინც, მაგრამ უნდა არსებობდეს ეს სტანდარტი და მოერგოს ჩვენს რეალობას და ეს ყველა ქვეყანაში მიღებულია ეს მიუხედავად იმისა რომ არსებობს ევროპული სტანდარტი ხო იქაც რა სხვადასხვა ქვეყანაში ევროპის სხვადასხვა წესი აქვს რა და მაგალითად ახლა ამერიკაში ხო ძალიან ბევრ შტატში არ არის მარტო გამონაბოლქვ ზომავენ ზოგან ტექნიკური დათვალიერების რაღაც პარამეტრებს ანუ სხვადასხვა აქვს რა არგებენ კარგად უნდა დავამთავროთ სამწუხაროდ შენ რო ამოიწურა რა ძალიან საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა მაგრამ სხვა დროს ალბათ კიდევ შევხვდებით ვისაუბრებთ ამაზე აქტუალური თემაა ძალიან დიდი მადლობა ნევლუთ კიდევ ახლა გილოსავ გუცხელად წამატებას ჩვენ წავედით ხვალდაბრუნდებით ნახვამდის